მოგესალმებით პატრიციულ რადიოს მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედია კავშირი ობიექტივის გადაცემა CV პასენ, თუ გინდა მშვიდობა, თუ ეძებ მშვიდობას. დღევანდელ გადაცემას წავიყვანთ მე და ბატონი გენერალ-მაიორი გიორგი ვაშაკიძე. დღეს ის ჩვენი სტუმარია, ძალიან ბევრს პირდებოდა ჩვენთან მოსვლას, მაგრამ არ ქონდა ამის საშუალება, ხან საზღვარგარეთ, ხან სად და რა ვარც იქნა დავიჭირეთ, აგერზე ჩვენთან მოვიყვანეთ გადაცემაში. დღეს ძალიან რთული თემა გვექნება. მაგრამ ის თემა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს და ყოველ იმაზე გადაცემები არის, რაღაცა სხვა ტელევიზიებში, ან და სტატიები არის, ან ბლოგერები წერენ და განიხილავენ რაღაც საკითხებს და წარმოდგენა საზოგადოებას არ აქვს მთლიანად სწორი. ბატონო გია, ვერ აღითქვამენ იმას, რაც მოხდა 99 წლიდან და 95 წლის ჩათვლით, მე უფრო დალაგდა უკვე გასაგები არის რა არის. ამიტომ მე მინდა დღეს ბატონ გიასაც მოველაპარაკე და ძლივს დავითანხმია რომ მოსულიყო ჩვენთან სტუდიაში, მაგრამ ჩვენი ხშირი სტუმარი იყო ბატონო გიორგი, ჩვენ სხვა სტუდიებში, როდესაც სხვა სტუდიებში ვიყავთ, იყო ჩვენთან და ჩვენ ამ თემაზე გქონდა ლაპარაკი. მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონო გიორგი ის ვინ არის? ბატონო გიორგი არის გენერალ-მაიორი, ანუ ორვარსკვლავიანი გენერალი, დაამთავრა პრუზეს აკადემია მოსკოვში, დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია, ვერ დაამთავრა, ბოლომდე ვერ მივიდა, იმიტომ რომ საქართველოში 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, დისერტაციაზე მუშაობდა, ანუ ადიუნქტურაში იყო იქ. და იცავდა დისერტაციას და დისერტაცია ჰქონდა განსაკუთრებული დისერტაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვას. ანუ თავდაცვის გეგმა, საქართველოს თავდაცვის გეგმა. მე არ მინდა ახლა შევეკითხო, გავაკეთა ბოლომდე არა, მე ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი დაგროვებული ეს მასალა, დაგროვებული ეს ცოდნა, მათ შორის ამირან სალუხვაძე იმასაც ოქროს მედალზე დაამთავრა, ასევე წარმატებით დაამთავრა ბატონმა გიორგი, მას ორივე ეს აკადემია, ვერც ერთი მათ მიერ შემუშავებული ეს გეგმები, შემდეგ რო ჩამოვიდნენ, ისინი ჯარში უკვე აღარ იყო საჭირო და ამიტომ ისინი დათხოვნილი იქნენ შეიარაღებული ძალებიდან. მაგაზე მეტი კიდევ ბატონმა გიორგიმ ორი აკადემია დაამთავრა და დისერტაციის დონეზე უკვე სადაც უკვე ყველაფერი გაკეთებული იყო და დაცვაზე მიდიოდა საკითხი, ოპონენტებიც იყო გავლილი ქონდა მთელი თემა და მთელი ეს მასალები და აი ამ დროს უკვე ესე იგი ქართულ ჯარში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა ის სამხედრო მოსამსახურე, ვინც საბჭოთა არმიის იყო, ოფიცრები, გენერლები, ყველა ისინი, ვინც სწავლობდა რუსეთში, რატომღაც ეს მიუღებელი გახდა საქართველოსთვის, ის განათლება, როგორც იქ ჰქონდა მიღებული ჩვენ, ყველა ისინი დათხოვნილი იქნენ ჯარიდან. და ასე იყო, ესე იგი დიპლომი, დისერტაციაც, გენერალური შტაბის აკადემია, სულ სამი პიროვნება საქართველოში, ვინც დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. და ორი მათგანი გენერალი იოკურიძე და გენერალი ვაშაკიძე, რომლებმაც ეს აკადემია უბრალოდ კი არა, წარჩინებით დაამთავრეს და ბატონი გია აგერ დისერტაციაზეც მუშაობდა, რომელიც იყო აუცილებელი საქართველოსთვის. და დღესაც საქართველოს ის, რომელიც იყო მიღებული დოქტრინა 97 წელს 10 მუხლიანი, ის გააუქმეს და გააკეთეს მინისტრის ხედვა, როგორი უნდა იყოს, ახლა მინისტრი მოვა ყველა სამოქალაქო პირი და მისი ხედვა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ის როგორ უყურებს თავდაცვას, საქართველოს თავდაცვას. დღეს ეს საკითხიც აღარაა. უკვე დღევანდელ მინისტრს არაა გაკეთებული ის დოკუმენტი წარდგენილი, რომ მისი ხედვა როგორია, როგორ დაიცავს სახელმწიფოს და ჩვენ ვიცით, რომ მინისტრი სამხედრო პირი არ არის. ეს სამოქალაქო პირია, რადგან მიღებული არის დასავლეთში მიღებული ნორმები დემოკრატიული კონტროლის შეერაღებულ ძალებზე. ბატონო გიორგი, სანამ ძირითად იმაზე გადავიდოდე, ერთი პატარა განცხადება მაქვს გასაკეთებელი და მინდა ჩვენმა ტექნიკურმა პერსონალმაც დანახმაროს ამ იმაში. გარდაიცვალა არაჩვეულებრივი ადამიანი, ჟორჟოლაძე თემური, რომელიც მოსკოვში 90 წლიდან დაამთავრა, მშენებელი იყო. და შემდეგ მოსკოვში გაიწვიეს ის, სანამ ჯერ საბჭოთა კავშირი იყო. და ეს მშენებლობას აწარმოებდა რუსეთის დამსახურებელი მშენებელი. ორი შვილი ყავდა, ჩემი მეგობარი იყო.
გვეხმარებოდა თქვენ გახსოვთ თქვენ რამდენი ფული გაქვთ კაკოს და იმის გამოგზავნილი ძმების ფული და ეს დახმარები ხართ ოფიცრებს ზოგი გარდაეცვალა ვიღაცა რომ იქიდან ჩვენი ვისწავლობდა რუსეთში აი ასეთ რაღაცას აკეთებდა ისე და ორი შვილი ჩვენი საქართველოს ჯარის უფროსი ოფიცრები არიან მე მინდა მიუსამძიმრო მის შვილებს მე მინდა მიუსამძიმრო ბატონი თემურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მანამდე ცოტათი ადრე დედაც გარდაეცვალათ მაგათ აი ჩვენ ოფიცრებს ჟორჟოლაძე სოსო და ჟორჟოლაძე არჩილი ისინი არიან და მე გისამძიმრებ თქვენ გისამძიმრებ ჩვენი სახელით რადგან ისეთი ადამიანი იყო ბატონო თემური აი აგერ სურათი არის ეს რომელიც გადაყოლილი იყო ჩვენზე ჩვენ ჯარისთვის ის ტელევიზორებს არიგებდა ნუ ბევრი რაღაცა რაც კი შეიძლება საკრიგებდა მოსკოვში კიდე აი ასეთ რაღაცას როგორც თქვენი მეგობარი და ჩემი ძალიან ახლო ადამიანი თემური იმნაზე გახსოვთ თქვენ რა წვლილი აქვს შეტანილი აი ჩვენი ოფიცრების იქსავლაზე შემდეგ მოვიდა ოქროაშვილი და ყველა გამოიძახეს იქიდან ვინც იქსავლობდა დაუმთავრებელი ყველა ვინც აქ მაშ კადეტთა корпуსში ლესელიძის სკოლაში ვისწავლობდა ისინი და 31 დეკემბერს ყველას უთხრეს თავისუფალი ხართ თქვენ არავითარი ისინი არ არსებობს და ვინც დაითხოვეს ჯარებიდან დაითხოვეს ვინც არა და ასე დარჩა კიდე ერთხელ მიიღეთ ჩვენსგან ბატონო სოსო ბატონო არჩილ ძალიან დიდი აი ასეთი გისამძიმრებთ ყველა განსაკუთრებით ის ოფიცრები და ის გენერლები ვისთანაც დამსახურები ხართ თქვენ და აი ბატონის გიას შემოგვიერთება ამ საკითხთან და მინდა რომ ბედნიერება და ის გაგზელებული იყოს ის რაც ჭირდებოდა თქვენ მშობლებს აი ასეთი ოჯახები ქონებოდა თქვენ ხუთი შვილი დარჩა ბატონ თემურის ერთმანეთში ამყოფოს მისი სული ბატონო გურამ მინდა კიდე გამოვიყენო დღევანდელი ესე იგი ეს დღე და ხვალ არის ვეტერანების დღე და მინდა მიულოცო ჩვენ ვეტერანებს ეს დღე ჩვენს წარსულ ვეტერანებს ასევე ეს დღე მიულოცოთ ბატონობია დავიწყოთ მაშინ ჩვენი თემა იმიტომ რომ იმდენი კითხვები მოვიდა და იმდენი კითხვები თქვენთან რომელიც ერთ-ერთი კი არა ერთადერთი კომპეტენტური ფიგურა იმ 91-92-93 წლებში რაც საქართველოში ხდებოდა ამასთან დაკავშირებული ის გადაწყვეტილებები რომელიც ერთი მთავრობა ღებულობდა მეორე პარტია მესამე მერე მთავრობა მეორე მთავრობა ეს ყველაფერი რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე თანხმედრაში არ იყო არც ერთი და ასე დაიყო საზოგადოება და დღემდე ხო ხედავ ჩვენ ეგეთ იმ მოედანზე რა ქვია პარლამენტის მოედანზე როგორ იკრიბებიან არჩევნები ერთ ჩატარდა ნორმალური არჩევნები პირველი არჩევნები რომელიც ჩატარდა და იყო გამსახურდია როდესაც 80%-ით მიიღო ხო მაშინ მეორე სააკაშვილი რომელსაც 80% მობეზრდნენ ის მთავრობები რომლებიც ის იყო მაგრამ ის იგივე იყო როგორ კუთხე სხვა იყო მისი ხედვის კუთხე ის მთავრობები რას აკეთებდა აი ასეთი კითხვა არის რომელიც საზოგადოებიდან მოდის ვინ ჩამოიყვანა ედუარ შევარდნაძე მის შემდეგ როდესაც საქართველოსდან ნუ გააქციეს ასე ვთქვათ თუ რაღაცა ის იყო ზვიად გამსახურდია და მისი მთავრობა იძულებული იყო ჯერ იმიგრაციაში ყოფილიყო და შემდეგ გადასულიყო ის ძალები რომელიც მას მხარს უჭერდა აფხაზეთის რეგიონში და ჩვენ ვიცით უკვე იქ რა მდგომარეობა და რა მოხდა გასაგებია კითხვა ბატონო გურამ ეს შევარდნაძის ჩამოყვანას წინ ძალიან ბევრი მოვლენები უძღო და შევარდნაძის ჩამოყვანა ისე არ მოხდარა მათ უცებ გადაწყვეტილები არ იყო მიღებული სხვადასხვა პრობლემები იქნა როდესაც ესე იგი დაიწყო სამოქალაქო ომი ну ზოგი მას სამოქალაქო ომს არქმევს ზოგი ხუნტას და ზოგი რა ვიცი ზოგი რას მაგრამ ну ესე იგი იმ ხელისუფლებამ მაშინდელმა ხელისუფლებამ ესე იგი მიიყვანა საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რასაც ომი მოყვა, სამოქალაქო ომი, ეს ალბათ ამ თემას უნდა ცოტა უნდა გავშალოთ, მე ასე ვფიქრობ, რატომ მოხდა ეს, რატომ მოხდა ამის დაშვება, რატომ მივიდა სამოქალაქო ომამდე.
ეს მდგომარეობა, ეს აჯანყებამდე თუ ხუნტამდე არ აქვს მნიშვნელობა და ვაფშე საერთოდ რა იყო ეს? რა მოხდა მაშინ? რატომ მოხდა ამის დაშვება? ეს თემა აუცილებელი არის, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეხლაც კი რაღაც მოძრაობები, რაღაც ესე იგი მოქმედებები მიყავთ იმისკენ, რომ აქ დაპირისპირება მოხდეს, ომამდე მიიყვანოს საქმე, ვიღაცის რაღაც გადაწყვეტილებები და ვიღაცის გეგმები უნდათ ესე იგი გაატარონ, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ეს აუცილებელი თემა და ჩვენ ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ და მადლობა ბატონო გურამ, რომ თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ამ თემებთან დაკავშირებით, ამ სამოქალაქო ომთან დაკავშირებით, სამოქალაქო ომის შემდეგ ჯერ ცხინვალში შესვლა, შემდეგ აფხაზეთში ომის დაწყება, რა იყო ეს აფხაზეთში ომის დაწყება, ეს შეცდომა იყო თუ დანაშაული იყო, ეს თავარი თემა, რომელიც ეს ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. კი დღეს პარლამენტმა ძალიან კარგ თემას მოკიდა ხელი ამ 2008-ის ცხინვალში დაწყებული ომთან დაკავშირებით და მალე დადებენ დასკვნას რა იყო ეს და რაღაც შეფასებას მიცემენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა დამთავრდეს ამ 2008-ის შეფასებით. 2008-მდე მოხდა, დაიწყო ეს ომი, ცხინვალში შესვლა, შემდეგ აფხაზეთში შესვლა. ამიტომ ალბათ მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ მთლიანად განხილული უნდა იქნას ეს პარლამენტის მიერ და შეფასება უნდა მიეცეს იმ საკითხს, მაშინ ეს 90-91 წლებში შეყვანა თვითონ ცხინვალში. მაშინ ჯარი მაშინ არ იყო, ის მილიცია იქნა შეყვანილი, მაშინდელი მილიცია. ვიცით ეს მაშინდელი მილიცია რა იყო და ის იყო გამკეთებელი იყო, ეს გამოჩნდა შემდეგ ეს რა მოხდა. მაშინდელი, ესე იგი, ეს სამართლებრივი თემაც არის შესაძლებელი იყო, მაშინ იქ ესე შეყვანა აუცილებელი. შეიძლება აუცილებელი არ იყო, რა თქმა უნდა. იყო იქ სწორად შერჩეული დრო, იყო იქ იმის შესაძლებლობა, რომ ამ ესე იგი ყოფილმა საბჭოთა მუცლიანი მილიციელი შეასრულებდა იმ დავალებას, რომელიც ვერ შეასრულა, რომელიც შემდეგ მოხდა გადაზრდა დაპირისპირებაში და დაიწყო ომი ცხინვალთან. პირველი რაც მოხდა. ჯერ კიდე სამოქალაქო ომამდე და ვინ იყვნენ ეს პიროვნებები, ვინ შეიყვანა, ხო? ამასთან დაკავშირებით ჩვენ ეს ფაქტი რომ არ მომხდარიყო, ჩვენ ხა მე როგორც მხედრიონელიც ვისაუბრებ ამ თემაზე, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით. ჯაბა იოსელიანი, ეს იყო ძალიან წინააღმდეგი ამ თემის, რომ ეს ამას შეიძლება მოყვებოდა პროვოკაცია. და ამის მაგალითი ჩვენ გვქონდა უკვე ჯერ მაშინ ყარაბაღის და ესე იგი სომხეთის დაპირისპირება და ის წინა ისტორია, რომელიც ეს მოწინააღმდეგე. აი ბატონო გია, ამ თემასთან მინდა დაკავშირებით თქვა. ესე იგი საბრძოლო მოქმედებების დაწყება, ანუ თუნდაც სწავლებით ბატალიონის გადაადგილება თუ ის გეგმა დატვირთული დამტკიცებული უმაღლესი მთავარსარდლის მიერ არ არის საერთოდ წლიური მომზადების გეგმა, რომ ამ რიცხვი და ამ რიცხვაზე ეს ბატალიონი გადის როლებზე, ტაქტიკური სწავლები და ასე შემდეგ. და საბრძოლო მოქმედებებში, ესე იგი, იქ უნდა იყოს უშიშროების საბჭო შეკრებილი, უნდა იყოს ამოცანა განხილული, პოლიტიკური სახე უნდა ქონდეს ამოცანას და ის გეგმას შემუშავებული უნდა იყოს უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დამტკიცებული. იმას უფლება არ აქვს უმაღლეს მთავარსარდლად ბრძანება გასცეს თუ გეგმა არ აქვს ამ გეგმაზე და ბრძანება მისი თუ არ არის და დირექტივები ყველა ნაწილებამდე დაყვანილი, რომელმა ნაწილმა რა უნდა გააკეთოს, ანუ გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული ეს გეგმა. სხვა მხრივ ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც უნდა ააგოს პასუხი თავდასხმის მიზნად და თავად იმან რა ქვია უმაღლესმა მთავარსარდალმა.
რომ თუ ეს გაკეთებული ყველაფერი არ არის, ჟარები ამისას მომზადებული არ არის, ის რა ამოცანისთვის შედის, მოწინააღმდეგე ვინ არის. აი ამასთან დაკავშირებით მე მინდა თქვენ გითხოთ. თქვენ დაამთავრეთ უკვე ეს ყველაფერი და დღეს შესანიშნავად ვიხსით, როგორ ხდება საბრძოლო მოქმედებების დაწყება. აი მინდა აი რაც თქვენ იცით დღეს და რაც იყო გაკეთებული, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ეს კანონი რაც მიღებული არ ქონდა, მიღებული ქონდა ეს კანონებად, სანამ ჩვენ არ მივიღებდით ჩვენ კანონს, რაც უკვე იყო საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში ეს ყველაფერი იყო. მაშინ როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ან თუ გადაწყვეტილება კიტოვანმა მიიღო და შეიყვანა, ანდა თუნდა სამაშაბლოში რომ შეიყვანეს. აი როგორ შეიყვანეს, შეგ თუ ამისი არც გეგმა, არც თვითონ პოლიტიკური ის არ იყო, არც პარლამენტში არ იყო გატანილი. პარლამენტმა ეს უნდა ისაკნა თანხმობა უნდა მიცეს ამასე. თავდაცვის სამინისტრო არც არსებობდა მაშინ. არც არსებობდა მაშინ თავდაცვის სამინისტრო. ესე იგი მაშინ იყო ესე პირადი ჯარები, ასე რომ ვთქვათ, ნუ რა იყო გვარდია. გვარდია რა იყო? გვარდია იყო, ესე იგი მაშინდელი. გვიას ორი ჯარი ყავდა, პრეზიდენტის, ხო, პრეზიდენტის ტიტოვანის და პირადი ქობალია. პირადი გვაისა, ეს მერე გაიყვნენ ესენი და რა ქვია ეს კიდე სხვა თემა არის იქ რა მოხდა. მაგრამ მე ვამბობ ის რომ აი ცხინვალში ჯარის შეყვანა. თვითონ ჯარისკერა სად იყო ჯარი არსებობდა, იყო ესე იგი შეიარაღებული ფორმირება, ასეთი კოსტავას საზოგადოება, რომელიც ზვიად გამსახურდიას ექვემდებარებოდა, ეს ამას რა ქვია ამ გვალიმაგი და თავისუფალ საქართველოს და იყო გვარდია, პირადი გვარდია. პრივილეგირებული ჯარი, ასე რომ ვთქვათ, რა არის გვარდია, პრივილეგირებული ჯარი. გვარდია, რომელიც კიტოვანი ორი გვარდია იყო თქვა, ამას გაკეთებით. ერთი ქობალიას და მეორე კიტოვანზე. რომელი გვარდიაზეა ლაპარაკი? ჯერ ერთად იყვნენ სულ. მაშინ ერთად იყვნენ, ხო? თავიდან ერთი იყო ეს ერთი. იმიტომ იქ სარდალი იმის გამსახურდია ბრძანებით ლაკია შტაბის უფროსი სარდალი ქობალი დანიშნული იყო გამსახურდიას მიერ. და კიტოვანთან ეს არ იყო ასე გაკეთებული. ხო, მაგრამ ეს თავიდან ხომ კიტოვანი იყო სარდალი, მაგათი სავარდი, ეს გვარდია იყო, ერთი შეიქმნა გვარდია, რომელიც გვარდია და ეს ქობალია და ეს ლაკია და ესენი ეს უკვე სამოქალაქო ომის შემდეგი ისინი არიან. ის მათ რაღაც წოდებები, ისა რაღაც ფორმირებები ებარათ იქ, რა ქვია, სხვადასხვა დონეზე, მაგრამ ძირითადად ერთი იყო კიტოვანი. და მოხდა, ესე იგი მაშინ მოხდა ცხინვალში, ესე იგი შეყვანა ამ რა ქვია, მარტო ნუ პოლიცია არ იყო, მაშინ მილიცია იყო, შინაგანი ჯარი და ეს ფორმირებები. ნუ ფორმირებები, რომელიც ესე თავიდან ცდილობდით რომ ეს კონფლიქტი აგვეცილებინა და რა ქვია, ოსებთან ხდებოდით ოსებს, ერთობლივი პოსტებს ვაკეთებდით, ჯგუფებს ვაყენებდით და სანამ შეგვეძლო ავიცილეთ ეს კონფლიქტი. ჯერ კიდე თავიდან ერთ-ერთი თავარი დიდი შეცდომა კიდე, როდესაც ეს 89-ში ნოემბერში 23 ნოემბერს ავტობუსებით დაიტვირთა რა ქვია მოსახლეობა და წავიდნენ ცხინვალში მიტინგის ჩასატარებლად. ჯერ მიტინგის ჩასატარებლად, მიტინგი რა არის, რომ ჩახვიდე ადგილზე, შეხვდე მოსახლეობას და რაღაც აუხსნა რა მდგომარეობაა და რა ეს ვაჟა ადამიანი და ისინი რომ მივხვდეთ. როგორ და მაშინ შეიკრიბა ეს ეროვნული მოძრაობის ესე იგი წარმომადგენლები და გადაწყვიტეს რომ ცხინვალში ჩაეტარებინათ მიტინგი. მაშინაც ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ამ მიტინგის ჩატარების, იმიტომ ეს იყო კონფლიქტს გამოიწვევდა, მოწინააღმდეგე მხარე იმპერიული ძალები ამას გამოიყენებდნენ. ნუ მაგრამ ესე იგი არ იქნა ეს შესმენილი და მაშინ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკური ქულები ჭირდებოდათ. იყო ერთმანეთში ეს რა ქვია უკვე დაპირისპირება, აბა ვინ რომელი პარტია იყო სწორი, რა ქვია პოლიტიკურ მოქმედებაში და აი ამ ესე იგი დაპირისპირებაში მოხდა ეს ესე იგი არასწორი გადაწყვეტილება. დღევანდელ გადასახედად ჩანს და ნუ მაშინაც ხედავდით ამას, რომ ეს არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ მანამდე იყო წინა ესე იგი პროცესები მარნეულში, ბოგდანოვკაში, აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ცდილობდნენ კონფლიქტს, იმიტომ რომ ყარაბაღში ომი მიდიოდა და მაშინ
აწყობდათ რომ აქაც დაწყებულიყო და ამიტომ ესე იგი მოხდა დაიწყო ეს ცხინვალის პრობლემა ცხინვალში პრობლემა იმაში სამაშაბლოში ჯარების შეყვანა ვერცერთი საბუთი ვერ ვნახე მე სადაც აი რას ჩვენ ვილაპარაკეთ უმაღლესი მთავარი სარდლის მიერ დამტკიცებული გეგმა რა ამოცანისთვის შესული იყვნენ და რა ამოცანა ვინ უნდა გაიგეთ იმ ბატალიონს იმ არ არსებობდა ბატონო არავითარი მაშინ როგორ შევიდნენ ჩვეულებრივად გამოაცხადა ზვიად გამსახურდია კომენდანტის საათი კომენდანტის საგანგებო მდგომარეობა ცხინვალში და შეიყვანა ეს რა ქვია იქ ეს სხვადასხვა ჩამოკრიბდნენ ეს 5-2-2-3-3 სხვადასხვა რაიონებიდან ეს მილიციის რა ქვია თანამშრომლები ზოგი გაიშნიკები მაშინდელი და ეს პლუს ეს ეს ამ ვაჟა ადამიანს შეიარაღებული დაჯგუფება იქ იმას ყავდა შეიარაღებული დაჯგუფება იმედს ეს იმედი ეს იმის ნათაძეს ჯარი იყო იქ თეთრი გიორგი იყო რომელიც მექვემდებარებოდა და ეს და პრეზიდენტს არ უცდია რაღაცა შეეკრიბა რაღაცა ერთიანი იმის ისინი უსური მხარეს, ქართული მხარეს, საზოგადოების პარტიების, იმის მოღვაწეების, კულტურისა და იმის მოღვაწეების, მწერლების და ასე შემდეგ. არავითარი ეს პირიქით ეს მაშინ რა იყო ეს? აი მე მინდა თვითონ მივცე სახე, ფორმა მივცე, რისი ფორმა იყო? ჯარების ფორმა იყო, რაღაცა იყო. არ იყო ჯარი თქო გეუბნებით გვარდიას იყო ჩვეულებრივ გვარდია რომელსაც ხელმძღვანელობდა კიტოვანი. დანიშნა კიტოვანი მეანიჭა რაღაც გაურკვეველი წოდება და მაგას ვამბობ ბატონო გურამ ჩვენ ესე იგი აი მხედრიონი წავედით მაშინ ესე იგი ღიად დაუპირისპირდით ამის გამო ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ესე იგი ის ჯაბა იოსელიანის და გამსახურდიას იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი ცხინვალის კონფლიქტი ესე იგი იმიტომ ესე აი ეს ძირითადად მიდიოდა ესე იგი ამ კონფლიქტის რაღაც ისა გაგვიება ოლქის გაუქმება ქონდა ხო ეს მიიღო მიღებული კანონი ეს არა კანონი მიღებული არ იყო მაგრამ ნუ იყო ამის ცდილობები რა თქმა უნდა იქ ამოდიოდნენ ვიღაც სეპარატისტები რაღაცას ითხოვდნენ მაგრამ ისეთი მდგომარეობა იქ არ იყო რომ რაღაც ჯარი შეგვეყვანა და რაღაც ისე კონფლიქტი შეგვექმნა იყო რა თქმა უნდა იყო მაგრამ უფრო მეტი მომხრე იყო იმისა რომ კონფლიქტი არ მომხდარიყო იმიტომ რომ ჩვენ ჩავდიოდით ცხინვალში ხდებოდით ადგილობრივ მოსახლეობას თვითონ ოსებს და თვითონ ისინი გვეუბნებოდნენ მოდი არ გვინდა რატო უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენ ერთმანეთს და თვითონ ისინი უმრავლესობა იყო რა თქმა უნდა სეპარატისტული ისინი და ეს მიზეზი რა იყო ეს იყო მიზეზი გაუქმება ოლქის იყო მიზეზი თუ სხვა თემა იყო მიზეზი ნუ და თავარი ეს მაინც ეს ოლქის გაუქმების ესე იგი სეპარატისტული გამონათქმევები და ქმედებები იყო რა თქმა უნდა მაგრამ ის რომ ჩვენ მე იმას კი არ ვამბობ რომ იქ არ უნდა მომხდარიყო იქ შეყვანა შეიძლება იქ უნდა მომხდარიყო შეყვანა როგორც ესე იგი სამართლებრივი მხრივ მაგრამ ჩვენ ამისთვის ვიყავით მზად ამისთვის იყო რამე გაკეთდა, რამე შეიქმნა ჯარი, შეიქმნა ის ჩვეულებრივი მილიციის გაგზავნა იქ, რომელიც ის მილიციელი არ იყო ამისთვის მომზადებული, შეიძლებოდა? არ შეიძლებოდა და ეს დანაშაული იყო ეს, არ შეიძლებოდა, აი ეს დაიწყო პირველი რაც მოხდა ეს ცხინვალის კონფლიქტი. მაგრამ აი იმას აღნიშნავ კიდე რომ აი ჩვენ ვიყავით ამის წინააღმდეგი. და შემდეგ რა მოხდა? შექმნა გვარდია ჩვენ ესე იგი ჩვენს წინააღმდეგ ნუ ერთადერთი ასე ვქვია ძალა მაშინ ჩვენ ვიყავით რომელსაც ნუ უპირისპირდებოდით ამ პოლიტიკური მხრივ და იყო პარტიები კიდე ნუ მაგალითად ეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოება თამრიკო ჩხეიძე იქ რამოდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია იყო ამის წინააღმდეგი რომ ეს კონფლიქტი რამენაირად აგვეცილებინა თავიდან შემდეგ გამსახურდიამ ესე იგი დაავალა იმას კიტოვანს თავის გვარდიის სარდალს და ჩვენს წინააღმდეგ მხედრიონის წინააღმდეგ გამოიყენა რუსის ჯარი ესე იგი გაგზავნა კიტოვანი მაშინ იყო ესე იგი ვასიანის სტავში ხელმძღვანელობდა ასეთი იყო თქვენ გემახსოვრებათ გენერალი როხლინი და მას დაავალა ეს თხოვეს მიმართეს ესე იგი
მაშინდელი საკოს საქართველოში არსებულ რუსეთის ჯარს და დაგვესხნენ თავს შავნაბადაზე. რამოდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ, ესე იგი 800 ის გვიტებდა ჯარისკაცი, 40 ჯავშან ტექნიკა იყო გამოყენებული თავის ვეთფრენებით და თავის, ესე იგი, სერიოზული ბრძოლა მოგვიწია იქ რამოდენიმე კაცს. როდესაც დაგვესხენ თავზე ეს რუსი ჯარი. ამის შემდეგ უკვე გამსახურდიას, ესე იგი, მოწინააღმდეგე მხარე რო ვთქვათ, რომ ვიღაც გამოვიდო და მე როგორაც უნდა ის აკეთებდა, შეიყვანა იქ ეს პოლიცია და ეს კონფლიქტი დაიწყო. დაიწყო უკვე ომი, დაპირისპირება, დაიღუპა, ესე იგი, ბევრი მილიციელი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ეს კონფლიქტი ვერ ავიცილეთ თავიდან. შემდეგ ხდება რა? ეს როდესაც გავსადა ამასთან დაკავშირებით კიტოვანს მიანიჭა, ასე ჩვენ რო ჯარი დაგვესხა იქ თავზე ერთ თვეში თუ რაღაცა მომენტში მიანიჭეს კიტოვანს სამხედრო წოდება, გენერალ არმი თუ რაღაცა ისე წერი. და კანონი იყო სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ უკვე. ხო, არაფერი რა კანონი იყო, პრეზიდენტი იყო და მიანიჭა. პრეზიდენტი იყო და მიანიჭა. მაგრამ შემდეგ ესე იგი მოხდა დაპირისპირება ამ გვალ მაგიდაში შიგნით დაპირისპირება. გაიყო შვაზე ეს წამოვიდა იქედან ეს სიგუა, კიტოვანი, გაიყვანეს ჯარი, გამოიყვანეს ეს მოხდა რუსეთის დავალებით მაშინ რომ აქ რო გვარდია ქვიოდა ამას რომ თავდახსმა არ ყოფილიყო და რაღაცა შეუცვალეს, უნდა შეეცვალათ სახელი და რაღაც ამის გამო კიტოვანი გავიდა, გაიყვანა ჯარიდან, რა ქვია, კაზარმებიდან და რკონში წავიდა. და მოხდა განხეთქილება, გაიყო შვაზე, ესე იგი, თვითონ თავისი კიტოვის გამსახურდიას შექმნილი პირადი ჯარი, ეს პირველგირებული ჯარი, გვარდია, გაიყო შვაზე და დაიწყო სამოქალაქო ომი. ეხლა დეტალებში არ შევარდ, ეხლა იქ ვინ შემოვიდა, საშემო მე იმაში წავიდნენ, რა ქვია, ზღვაზე წავიდნენ, მე თბილისში ჩამოვიდნენ, ეს სამშაბლოს საკითხს ეს რაც მოყვა შემდეგ ამ პროცესს რა, ამ სამშაბლოთი დაიწყო, იარაღის, ესე იგი, ჩხარუნი იქ დაიწყო რა, ასე რომ ვთქვათ რა. და მე ახლა იქ ხო ეს ჩართული ხო იყვნენ ეს, რა ქვია, ეს კიტოვანი და ეს ჯგუფები იქ რაღაც ქმედებებში და უკვე გენერლის უკვე წოდებები აქვს და უკვე მთავარსარდალია და უკვე ჯარი ყავს და უკვე 12000 თუ რაღაც ისა ემორჩილება და რა თქმა უნდა შემდეგ ახლა კიტოვანის, რა ქვია, დონე ვიცით რა დონე იყო და შემდეგ რა ქნა კიტოვანის სამოქალაქო ეს ხო ცხინვალის ომი ხო მაგის ასე ქვია დიდი დამსახურება იყო. შემდეგ სამოქალაქო ომი ხო მან დაიწყო. ესე იგი მისი ამ გაყოფით ასე რომ ვთქვათ. და შემდეგ ამას მოყვა აფხაზეთის ომი, კიდე აფხაზეთში შევარდნა. ესეც კიტოვანის, რა ქვია. აი, გამსახურდიამ როდის დატოვა საქართველო? გამსა 6 მე როგორც მახსოვს 6 იანვარი იყო, როდესაც დატოვა. 20 იანვარს ხო? ხო. ეხლა რა მინდა? აი, აქედან მინდა კითხვა. აი, მაგაზე მინდა, აი, მაგამდე მინდა. მე კითხვას დაგისვამ და მე გააერთიანე პასუხი. აი, როგორც კი ის აქედან წავიდა, პოზიციებზე დარჩა ჩვენი ბატალიონები. მათ შორის აი თქვენ რომ მოგწონდათ ლომთათიძის ბატალიონი, რომელიც ხაშურსა და გორშორის იდგა სადღაცი. გულისხმობთ ცხინვალში, ხო? ხო, ცხინვალში. ეს ბატალიონები, რომლებიც იქ დარჩენ, ის ვინც იქ შეიყვანა, ისინი წავიდნენ, აღარ არიან ვინც მართავს იმას და არც არავითარი უზრუნველყოფა მათი არ არის. მე ლომთათიძეზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ლომთათიძე უგანათლებულესი პიროვნება артиლერის იყო, დაიღუპა ტამიშის ბრძოლის დროს, თქვენს გახსოვთ ის საარტილერიო პოლკის მეთაური. და ასეთი ბატალიონები იდგა 2, რომელიც იქ შესასვლელია. პოლიციებზე აღარ ვლაპარაკობ, მე სამხედროებზე ვლაპარაკობ. აი ისინი დარჩენ უპატრონო საერთოდ. არც არავის უთქვია გამოდით იქიდან უკვე რომ მთავრობა აღარ არის უკვე. ის ბუნკერიდან მოვიდნენ, წავიდნენ ყველა. და ეს ხალხი დარჩენილი. ვინ აიყვანა ეს ხალხი თავის იმაზე? არავის არ აუყვანია. არავის ისინი თვითონ დაიშალენ და წავიდნენ. არავინ არ იყო იქ მეთაურები თუ ის ლომთათიძე კადრის ოფიცერი იყო და მე იარაღი და ისინი და ჩამოიყვანა იმაში და დატოვა და თვითონ ხო და ახლა ბატონო რას ამბობ ესე იგი აი ამის შემდეგ როდესაც უკვე დაიწყო ეს სამოქალაქო ომი არ გავშლი ახლა ამ თემას არა სხვა დრო შეიძლება ეს თემას გავშალოთ როდესაც დაიწყო სამოქალაქო ესე გაიყო ესე იგი გვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო თავისი ესე იგი შექმნილი ეს რა ქვია
პირადი ჯარი გაიყო, ნუ რატო გაიყო, რისთვის გაიყო, რა ვერ გაიყვეს, დოლარები ვერ გაიყვეს, თუ თანადობები ვერ გაიყვეს, თუ რა ვერ გაიყვეს, ნუ გაიყო და ფაქტი მოხდა და ესე იგი ჩამოვიდნენ ქალაქში, ამ დროს ქალაქში სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები იქ რაღაც პოლიტიკურ თემებში მიტინგებს მართავდნენ, გაფიცვები იყო, ეს პრეფექტის წინააღმდეგ, ეს პრეფექტის საერთოდ ისეთი თემა არის, კიდევ ეს პრეფექტი მეფეს არ ჰქონდა ისეთი უფლება პრეფექტებს რო ჰქონდათ და ნუ ამ დემოკრატიულ თემებზე იყო ეს სხვადასხვა პარტიები, ჩვეულებრივი წესი, ნუ რაც არის პოლიტიკური მოთხოვნები იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ამაში ჩაეყო, ესე შემოვარდა ჯარით კიტოვანი. შემოვარდა ჯარით და ნუ დაიწყო სამოქალაქო ომი. ჩვენ ამ დროს მხედრიონი ჯაბა, ესა არა მარტო მხედრიონი, პარტიები გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა, მამუკა გიორგაძე, ეს კონგრესის ესე იგი ეს პარტიები დაბატიმრებული ვართ და ზივართ იმაში, რა ქვია, კგბ-ს ციხეში. ჩიტაძეზე. კგბ-ს ციხე ომი დაიწყო, ჩაოლებს კამერაში ზივართ, რა, გვესმის როგორ მიდის როატყობა სროლა, დავიდან მეთქი რა ხდება, დავიდან არ ვერ ვიჯერებდით რა, რომ ამ თბილისში, ამ ქალაქში შეიძლებოდა დაწყებულიყო სამოქალაქო ომი. არ და ჩვენ, ესე იგი, ციხეში წავედით, ასე ქვია, წავედით ციხეში, რომ სამოქალაქო ომი არ დაწყებულიყო. როდესაც გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში და უკვე დაიწყო ეს გვარდიების და ამ ესე ფორმირებების შექმნა, მაშინ ჯაბამ თქვა, რომ ჩვენ ხო მანამდე რაღაც შეერაღებული ჯგუფი ყავდა ამ კონფლიქტები რო აგვერიდებით ჩვენ, რატო შეიქმნა მხედრიონ შეიქმნა, იმიტომ რომ კონფლიქტები არ მოხდარიყო. ეს კონფლიქტები ჩაგვექრო. ამ რა ქვია აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან, მერე ცხინვალში, მერე აფხაზეთში, რომ ესე იგი რო რაღაცა გავარდებოდა, აბა გავიქცეოდით, მაშინ რა ქვია მარნეულში შეხვდებოდით, იქ ჯაბას ავტორიტეტი ჰქონდა ბატონ ჯაბას, შეხვდებოდა ეს უხუცეს აზერბაიჯანელებს, აბა რა ვქნათ, აბა ჩვენ რა გვაქვს ერთმანეთთან მეზობლები ვართ, აი ეს იმპერიის დავალება არის, იმათთვის წესქვიზე დავახსოვს და ისინი ამბობდნენ, ხო, სწორი ხარ, რა გვიდა ჩვენ რატო ასევე იყო ცხინვალში, ასევე იყო აფხაზეთში, ჩვენ რამოდენიმეჯერ სანამ ესე იგი სანამ ზვიად გამსახურდიამ უღალატა კონგრესს კი არა ეროვნულ ყრილობას და მიიღო არჩევნებში კომუნისტურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა მანამდე ჩვენ ვაკეთებდით ამ იმას. მაშინ გამსახურდია ჩვენ ხარს გვიჭერდა და სხვადასხვა არასდროს მხედრიონს თვითნებურად არსად არ წასულა. ყველგან სადაც კი ჩვენ მივდიოდით, ეს იყო ცხინვალი თუ ეს იყო ზაქვია მარნეული თუ აფხაზეთი, ყოველთვის მაშინდელი სათითაოდ ყველა პარტია, რომელიც მოქმედი პარტია იყო, ყველა პარტიას ხელმოწერები გვაქვს, რომ მაგალითად ჩვენ რო წავედით ცხინვალში, ხელმოწერები გვაქვს, რომ ესე იგი ჩვენ თვითნებურად კი არ მივდიოდით რაღაც შეიარაღებული ბანდა და ჯგუფი. მივდიოდით ამ ესე იგი ამ პარტიების ეგიდით. მერე ის შეიქმნა რა ქვია კონგრესამდე ფორუმი შეიქმნა. შემდეგ ამ ფორუმის ეგიდით მივდიოდით, ესე იგი ისინი აწერდა ხელს. შემდეგ ეროვნული ყრილობა აირჩა და ეროვნული ყრილობის დავალებით, ესე იგი გადავადგილდებოდით თუ რამე ხდებოდა. შემდეგ ფორუმი შეიქმნა, ისა კონგრესი აირჩა. და ეს კონგრესში აირჩა, ამის გამო მოხდა ამ კონგრესის არჩევნებიც, რომ ეს ყველა პარტიებმა დაიწყენ შეიარაღება. ყველა პარტიამ გამსახურდია თავის ჯარი შექმნა, მან ნათაძემ თავისი ჯარი შექმნა, იქ შევარდეთა რეგიონი შეიქმნა, ჩვენ შევეცადეთ, მაშინ შევკრიბეთ ეს ყველა, ეს სხვადასხვა ჯარის, რა ქვია, სარდლები ასე რომ ხო, ჯარუკები, თან ეს პარტია ჯაბა ეძახო და რას ამბობს, ეს პარტია ვიცი ჩვენ კომუნისტურ პარტიას ყავდა, რა ქვია, წითელი არმია, როგორ შეიძლება პარტიას ყავდეს თავის ჯარი, ესე იგი პარტიას როცა ყავს თავისი ჯარი, ესე იგი თუ ვერ აღწევს თავისი გონებით და ენით, ესე იგი ის უკვე გადადის ავტომატზე, ხო? და ესე ვისაც მეტი გძელი ესა
ავტომატი ექნებოდა, ესე იგი ის მოვიდოდა ხელისუფლებაში. ამიტომ ესე ყველან სასტიკი წინააღმდეგი წავედით და ჯაბა ამბობდა რომ მოდი შევიკრიბეთ კიდე ჩვენ მარცხყოფის ველზე შევიკრიბეთ. ყველა მოვიდა გამსახურდია არ გამოგზავნა მარტო თავისი ისა, რა ქვია. თორე დანარჩენ ყველა ნათაძეს მოვიდა, ის მოვიდა, კაკო ბაქრაძე მოვიდა და ეს შევარდენთა ლეგიონის მეთაური ვინც იყო ეს ციკლაური ის მოვიდა და ხედრიონი და შევიკრიბეთ და თქვით რომ მოდი რაღაცნაირად ესე იგი არ მივცეთ საშუალება რომ რაღაც პარტია თალკე იყოს იმათ ერთმანეთს ესტროლონ ისინი რა ქვია მიკროფონები და ჩვენ ერთმანეთს ჩვენ საქართველოს რო დაჭირდება იქ წავიდეთ არ ჩავერიოთ ამ პროცესში და ნუ ეს პროცესი რა თქმა უნდა არაწყობდათ იქ გამსახურდიას თავის ჯარი უვდო და ყოლოდა შექმნა კიდეც თავდაცვის სამინისტროს მაგივად შექმნა პრივილეგირებული ჯარი როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოს შენებლობა გინდა რა გვარდია გინდა და რა პრივილეგირებული ჯარი ახლა გვარდიელება სხვა არ გავიგო ნუ მე ასეთი ხედვა მაქვს მე მეომრებზე კი არ ვამბობ და იმ გვარდიელ რა ქვია ბიჭებზე რომლებიც ჩვენი ძმები ვართ და ერთად მოგვიწია შემდეგ არა იმათაც მოვიძვე ერთად მოგვიწია შემდეგ ამ ყველაფრის ჩაქრობა და ეს ყველაფერი ჩვენს კისერზე გადაიარა შემდეგ იმ გვარდიელებზე და იმ რა ქვია პატრიოტ ხალხზე ვინ მივიდა იმ იმაში გვარდიაში ხო მივიდა პატრიოტი ხალხი რომელსაც უნდათ რომ საქართველოს ერთიანი ყოფილიყო და უნდათ რომ რა ქვია არ მოხდარიყო ეს ომები და რაღაც მაგრამ იქ ესე იგი სხვა გადაწყვეტილებები მიიღენ სხვა არასწორი გადაწყვეტილებები დანაშაული ჩაიდინეს ქმედებები იმისა რომ იწყებ ომს სად მიდიხარ რა სიზამდენ ახლა ეს ოსები რას გააკეთებენ გამოაცხადე რა სიზამდენ რა ქართველები უმრავლესობაში იყვნენ და რა არჩევნები უნდა ჩაეტარებინათ მაშინ სოფლიოში სხვა წყობა იყო სხვა ის იყო კანონები იყო ბატონო გურო მასი არ იყო ეხა დღეს რომ შეუძლია ნებისმიერმა კუთხემ გამოაცხადოს დამოუკიდებლობა და გაუფორმებენ რომ აქვს ამის უფლება მაშინ ასე არ იყო ის არჩევნები ჩატარდა ასე ადვილად არ ქონდა მას უფლება როგორ გამოვიდოდა როგორ რასიზამდა ესე ჩვენ დაგვიწყებდა თვითონ შემოგვივარდებოდა თბილისში შემოუწევდა ჯარით თუ რასიზამდა ხო რა უნდა ეკნა მიიღებდა გადაწყვეტილებით მიიღებდა რასიზამდა არჩევნებს ჩატარებდა ესე მაშინ სხვა მონაცემები იქნებოდა და სხვა მდგომარეობა იქნებოდა ჩვენ რატომ მივეცით ამას ესე ბიზგი ჩვენ რატო ამ პროვოკაციაში ჩვენ რატო შევედით თორემ მე იმას კი არ ვამბობ რომ ის არ უნდა კანონიერება იქ არ უნდა ამდგარიყო მაგრამ იყო ის რა ქვია ეს ნაღმი ჩადო საბჭოთა კავშირმა და ის ნაღმი ამუშავენ მე და ჩვენ რატომ მივეცით ფითილის ანთების საშუალება რატომ მივეცით მე ამას ვამბობ თუ არა გასაგებია ის დამპყრობელია და რა ქვია 1800 წლის შემდეგ დაპყრობილი ვართ ასე ვქვია და ამის უფლება ჩვენ გქონდა მაგრამ ჩვენ გქონდა ამის უფლება მაშინ როგორც სწორს ამბობთ რომ ის მომზადებულად ჯარის შექმნით დიპლომატით მე ჯარის შექმნა ხა დღეს რაც არ უნდა ჯარის შექმნათ ეხა ჩვენ გვერდით მეზობელ რა ქვია დიდ სახელმწიფოებს ჩვენ ჯარით მოუგებთ ომს ბატონო გურა ჩვენ ხომს ვერ მოუგებთ თურქეთს რა არ აქვს ჩვენ ტერიტორიები თუ რომელს არ აქვს გვერდით ჩვენი ტერიტორიები ხო ესე იგი რა ვქნათ ეხა ჩვენ ეს ურაპატრიოტიზმი დაგვიბრუნეთ და რაღაცა ჩავთოთ დავაწყებინოთ ომი ესე პროვოკაცია ჩვენ დამოვიწყოთ იგივე მდგომარეობა მოხდა ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ რა ესე იგი რა მოხდა დაიწყო ომი აი გამსახურდია წავიდა ამ დროს ციხეში ვართ ჩვეულებრივად მიდის ომი რა ვქნათ ახლა დაიწყო მოქმედება იქ რა ქვია თვალებ კიდევ ზამე კი ბევრი რაღაცა კი არ დარჩა ის ჯარი რომელიც გაყვა ერთ სკოლაში ნახევარი მშობლებმა მიაკითხა სახში წავიდნენ დარჩა რაღაცა 100-200 კაცი მეტი კი არ დარჩა ეს იმიტომ რომ მე რო გამოვედი ციხიდან ჩვენ გამოვედით 26 დეკემბერი იყო ბოლო პარასკევი იყო კარგად მახსოვს იმ დღეს ესე იგი მოგვაკითხენ ჩვენებმა ის ალყა გაუკეთეს ციხეს და შემოვიდნენ და არა და ესე იგი გამსახურდიას ხელისუფლებს დანება ჰქონდა გაცემული რომ არ უნდა დაეშვათ რომ ჯაბა გამოსული იყო ციხიდან და ეს პირდაპირ ესროდნენ ციხეს იქვე თავრობის სახლის უკან იყო მაშინის კგბ-ს ციხე და პირდაპირ ესე იგი ნახტყორცნებს ესროდნენ და აი ჩვენ რო გამოვედით იმ დროს დაიწყო ციხე ვაფშე ეგეთი საქმე დაიწყო მთლიანად გამოვედით და დაიწყო
და აქედან რომ გამოვედით უკვე ჩვენ ციხიდან, ხო? გამოვედით და გადმოვიბინეთ და ჩავედით, შტაბი ქონდათ, აი თბილისი მერიოტი რო არის ესე, რა ქვია. იქ ქონდათ შტაბი, მაშინ პირველ სართულზე, ის პადვაში ქვემოთ. და რომ გამოვედით, იქ დახვდა ესე იგი სიგუა და ეს კიტოვანი და ნუ რამოდენიმე კაცი გამოვედით ჩვენ, მე ჟაბა, ზაზავე ფხვაძე, გია სვანაძე, გოგა ხაინდრავა, გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, ჩემი ძმა დავითი და ეს გადავირბინეთ ეს თბილ რო გამოვედი, იმაში ჩავარდი უცებ, ესე ხა კის როლები მესმოდა ყოველდღე, მაგრამ ასე ვერ წარმომედგინა, რომ რაღაც ესე იგი ასე დანგრეული ქალა გამოვედი, დახვდა დანგრეული ქალა ყველა შუშა ჩანტრეული ეს რუსთაველის პროსპექტის სავსე ამ ჭურვებით, და ეს სასტუმრო თბილისი დანგრეული მთლიანად და ძლის გადავირბინეთ ეს ქუჩა, იმიტომ რომ ის ცეცხლი ის რომ და შევედით ამ იმაში, ჩავედით და შევხვდით კიტოვანს. დავჭერთ მე განახერხეთ კადრებიც დევს ამის იქ იღებდნენ ამ კადრებს იქ კორესპონდენტები იყვნენ და რომ ჩავედით და ჯაბობთ ახლა იკითხა რომ რა ხდება რა მდგომარეობა არის ნუ აგეთოვანი აბა სხვა ასე არა ახლა ალყა გვაქვს გაკეთებული იქ პაჟა ის მანქანები ყავს მიყვანილი მის რა ქვია სახანძრო მანქანები და ბენზინს და დავწვალთ და რაღაც და ნუ ასეთი იმაში არის რა კიტოვანი და ჯაბა ეუბნება რა ხდება რა, ნუ კარგი უზენაეს საბჭო ალღაში არის. რა ვშვებით? ახლა სამართლებსა როგორ ვინავარ ჩვენ, რას ვაკეთებთ? ნუ ავიღოთ პასუხებლობა რა. როგორ ჩავლა გამოაცხადოთ სამხედრო საბჭო. როგორ კითხავ ხო ჩავლევრე სამხედრო საბჭო გამოაცხადოთ ვინ ვიქნებით მე, შენ, თენგიზი სიგუა. იქ გია არის ჭანტურია, გია ჭანტურია მიხედავს პოლიტიკურ თას და ჩვენ აი სამხედრო ისა გავაკეთოთ და წავიდეთ მოლაპარაკებაზე. ნუ გია 6 წუთი დაგვრჩა. ამდენი დროსულ მოგზდეს. კიტო ვინ ჩამოიყვანა შევარდნაძე რო ეს დავამთავრე. ხო და აი მაგას ვიყევ. ესე იგი აი ეს ადმა 2 წუთში დავამთავრებ მაგას, ესე იგი რატო მიდივარ იქამდე, ესე რატო მოხდა შევარდნაძე ჩამოყვანა. როდესაც ჩვენ ჩამოვედით და ჩავერთეთ, ესე იგი всё ჯაბა მოიგონა ასეთი რაღაც. რა უნდა ქნას, ეხლა წარმოიდგინეთ ომიერ კიტოვანი ამხელა ჯარი ყავს, ამხელა რაღაც ჯერ ხო არ ვიცით რა მდგომარეობა. შენ გამოდიხარ ციხიდან რაღაც და რა უნდა. ჯაბა ეუბნება რომ რა ვქნათ, ხო რა გავაკეთოთ. ნუ რაღაც მოიგონა რაღაცა ისა ფორმა, რომ ყველა -1. ესე ამით რა თქვა, რომ რაღაცას იმას ხავს ეკიდება რა, რაღაცას, რომ ეს ომი გაჩერდეს, დავამთავროთ ეგ სიტუაცია. ამბობს რას? მოდი ესე ყველა -1, ესე იგი გამსახურდია გავიდეს, ყველა დანარჩენი ვიც არის ის უზენაესი საბჭო შევკრიბოთ, მოდი იმას რა თქვა, დაჯდეს მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენ აგერ კონგრესი ვართ იქ უზენაესი საბჭოა დავნიშნოთ ახალი არჩევნები დავნიშნოთ და ნუ შემდეგ ახლა თუ აირჩევენ კიდე ამ გამსახურდიას და არჩევნები ჩატარდება ესე იგი ხავს ეკიდება რა რომ ეს ომი გაჩერდეს ესე იგი იმაში გადავიდეს ეს სამოქალაქო ომი დამთავრდეს და ჩვენ მანამდე სამხედრო საბჭო მიიყვანს ამ იქამდე არჩევნებამდე შემდეგ ეს არ ხნეს ესე ასე რომ ვთქვათ ახლა მაშინ ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ეს ხო ნუ გამსახურდია გავიდო და შემდეგ ეს უზენაეს საბჭო შეიკრიბებოდა სამართლებრივი პროცესი ჩატარდებოდა ისინი დანიშნავდნენ არჩევნებს და ჩატარდებოდა არჩევნები და კიდე აირჩევდნენ ხო ესე იგი სამოქალაქო ომი არ იქნებოდა თავად გამსახურდიას რომ დაინიშნა მაგალითად როგორც პრეზიდენტს დაინიშნა არჩევნები ხო მე მაგასაც ეუბნები რომ ხო გადადეხი სიტყვაზე თქვა და დაინიშნა არჩევნები ეს ამას თემა შეიძლებოდა საუბარი ამაზე მაგრამ არა ანუ ესე იგი მათმა ამაზე არავინ არ წამოვიდა და ნუ დაიწყო შემდეგ ეს პროცესი რომელიც ამ პროცესს ვერავინ ვერ გააჩერებდა და ნუ შემდეგ მოხდა ჩამოვიდნენ სომხეთიდან წარმომადგენლები უკვე დაიწყო საუბარი რა ვქნათ აი ხა შიგნით უკვე ვიცოდით 2000-მდე ახალგაზრდა პირთითელა ბიჭები იყვნენ შიგნით და აი რა ქვია რომ რა უნდა უქნა ეხლა ამას იქ კიტოვანს ქონდა რაღაცა გეგმა ის რა ქვია ბენზინი რა ბენზინი ჩას 2000 კაცი თუ ჩავწვიდი იქ რა ქვია მაშინ რა თქვინდა საქართველოს ვინ უნდა მოკლა აი ბავშვი ვიღაცა იქ ესე ამის წინააღმდეგი წავიდა და მივეცით ესე მოხდა გადაწყვეტილება რომ მივეცით საშუალება რომ ეს გაეყვანათ რა გასულიყო რა ეს კიტოვანი რომ რაღაცნაირად დამთავრებულიყო ეს რატო ამბობ ეს შევანაძის ჩამოყვანა თქვა ხო აი ესე იგი ეს პროცესი რომ არ
წასულიყო და უზენაეს საბჭოს არჩევნები დაენიშნა და რაღაც, ეს არ მიიღეს. ახლა შეშინდნენ, ვერ მიიღეს, რა მოხდა, ეს ცალკე გამოსარკვევი თემა არის, ხო? და არის შემდეგ, კარგი წავიდა გამსახურდია, ხო? წავიდა გამსახურდია, შეიქმნა სამხედრო საბჭო, შემდეგ ესე იგი დაიწყო ბატონმა ჯაბამ შეკრება ეს პარტიები, სხვადასხვა ეს ორგანიზაციები, ესენი, რა ქვია, ეს ორგანიზაციები და უნდა აიღოს ვიღაცამ, ხო, თავზე პასუხებლობა, რა? სახელმწიფო უნდა ჩაატარდეს არჩევნები, რა უნდა ქნას, ესე იგი, უკვე კონგრესმა აიღო თავზე რაღაც ფუნქციები, უკვე ესე იგი აღადგინეს რა ქვია 18 წლის კონსტიტუცია და პროცესი წავიდა უკვე, სხვა პროცესი. მაგრამ ესე იგი, აქ ისე მოხდა, რომ თავარი საკითხი იყო, უნდა ესე იგი უნდა შეთანხმება მოხდარიყო, აი რუსეთთან რაღაც დაგველაგებინა. იმიტომ რუსეთი იქ უკვე საბჭოთა კავშირი იქ დაიშალა, რუსეთი უკვე ქმნის ახალ მას ამ SNG-ს, ამ SNG-ს საკითხი დგას უკვე და უკვე ბოლო დღეს აი სანამ გამსახურდია გაიქცეოდა, ჯერ კიდე გამსახურდია ინფორმაცია ჰქონდა, რომ უკვე დათანხმდა SNG-ში შესვლაზე, მაგრამ უკვე ომი დაწყებული იყო. ამიტომ ეს SNG-ს შეცვლის თემა ღიად იყო, ხო? ეს პასუხებლობა ვიღაცას უნდა აეღო თავზე, რომელიმე პარტიულ ხელმძღვანელს თუ ჯგუფს. ამაზე პასუხებლობა თავზე არავინ არ აიღო. დასავლეთიდან არანაირი ის არ მოდიოდა, დასავლეთი ამბობდა მოაგვარეთ ერთცინთან. ერთცინთან შეთანხმდით, იმიტომ ის შეთანხმება იყო, რომ იქ საბჭოთა კავშირი დაშალეს, ევროპიდან ჯარი გამოიყვანეს, ავღანეთიდან ჯარი გამოიყვანეს, ახლა რაღაცა SNG-ს ქმნის მაგ სიტუაციაში არ უშლიან ხალხს ერთცინს რა ქვია, რომ იქ რაღაც დემოკრატიული პროცესები წავიდეს, ეგ პროცესი მიდის. თვითონ რუსეთშიც იქაც GKČP, იქაც პრობლემები არის. და ამ სიტუაციაში არ ხდება, აქ მე გამსახურდიამ თავისი ძალებები გაცა და სამეგრელოში უკვე ყველაზე ცუდი რაც გააკეთა, სამეგრელოში გადაიტანა საბრძოლო მოქმედებები და ესე იგი ეს უკვე კუთხური, რა ქვია, დინძური საკითხი დაიწყო ბოდიში ამ სიტყვაზე, რომელიც არანაირად არ შეიძლებოდა ამის დაშვება, როგორც შეიძლებოდა რაღაც ეს სამეგრელოს რაღაც ვითომ სამეგრელო რა სამეგრელოში გადაიყვანა ვინ ეს რა ქვია დარჩენილი გვარდიელები, რომელიც უკვე მას ექვემდებარებოდა და არა კიტოვანს ეს ჯგუფები და დაიწყო უკვე სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი დაიწყო, ჩაერთო უკვე გადავედით სამდრედიაში, უკვე ცხენისწყალზე მიდის ომი და რა უნდა ქნა, როგორ უნდა გააჩერო ეს ყველაფერი. ხო ვიღაცამ ხო უნდა აიღოს რაღაც ასე არაფერი არ ჩანს და აქედან გამომდინარე უკვე ესე იგი გააკეთა ჯაბამ დელეგაცია, ჯგუფი გაგზავნა მოსკოვში და 2 წუთი დაგვიმატეთ რა. გაიგზავნა ჯგუფი და გადაწყვიტა რომ უნდა ჩამოგვეყანა უკვე შეუძლია. ინიციატორი იყო ჯაბა. კი, ჯაბა იყო ინიციატორი, ვინც ეს ინიციატორი, იმიტომ რომ სხვანაირად უკვე ერთიდან ვიღაც უნდა დავზარდო. ამ პარტიები თუ ვერ გაკეთდება, რაც არისო? ჩვენ ვერ მოვილაპარაკებთო და ხო, არ აიღეს პასუხი. ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებას. ვერ აიღეს პასუხი. და ყველაზე კარგი ვარიანტი ეს არისო და მე მინდა კი აი ეს თემა ახლა ჩვენ აი ამაზე დავავთავროთ, რომ ჯაბა იოსელიანმა მოითხოვა აი ასეთი გაკეთება, რომ ხო ეს შემდეგ სხვა დროს შეიძლება ამ თემაზე რაღაც მაინც ვერ დავამთავრე ისე მაგრამ აი ერთი იმის შემდეგ ხო ჩვენ ხვდებით აქ და ვიწყებთ მეორე ნაწილს. თუ დამთავრდებით, აი დავაანონსებ ახლა რომ ეს იქნება 2 კვირაში. 2 კვირის ესე ერთი კვირა და ერთი ხუთშაბათი და მეორე ხუთშაბათზე უკვე აქ ჩვენ ხვდებით და მივიყვანთ ამ საკითხს ბოლომდე, იმიტომ რომ აუცილებელია საზოგადოებამ გაიგოს რა შეასემართლე. მე მინდა დიდი მადლობა თქვენ გადაგიხადოთ და მინდა დიდი მადლობა საზოგადოებასაც გადაუხადო ისმის მაყურებელია და ჩვენ გვიყურებს მათ, რომ გვისმენთ ჩვენ და მე მგონია ბოლოს და ბოლოს დადგება ისეთი ვარიანტი, რომ ჩვენ შეგვეძლება ამ ყველაფრის განხილვა. არ შეიძლება აი ასე დატოვება, რომ ვიღაცა ისაა მართალი, ვინც უფრო ხმამაღლა დაიზახა, ისაა მართალი, ასე არ არის საქმე. ამიტომ დიდი მადლობა ბატონო გია, დიდი მადლობა საზოგადოებას, ვინც გვიყვარდა და კარგად ბრძანდებოდეთ.